მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია რადიო სივრცის გადაცემა შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე, ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ჩვენი შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონი ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას. ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს თვალს. შეიძლება ითქვას, რომ არათუ ყოველდღიურად, არამედ ყოველსაათობრივადაც კი იცვლება რაღაცა ვითარება, აღქმები და მათ შორის ფაქტებიც. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი, რომელიც ამავე დროს არის პოსტივიში გადაცემის ლიბერალური დემოკრატია ლიბერალიზმის ანატომია წამყვანი და ავტორი და შესაბამისად მასთან ერთად ვილაპარაკებთ ის ცვლილებების ამ ცვლილებებში რაც სოფლიოში ხდება რა როლი უჭირავს და მედიას და როგორი მოქმედებს ეს ცვლილებები მასზე. ამ საკითხს იმიტომ ვეხები რომ ჩვენ ვხედავთ თავარი სიურპრიზი რაც ამერიკის არჩევნების მერე შეიცვალა ეს იყო მოულოდნელობა, თუ შეიძლება ესე ითქვას, როდესაც ამერიკამ არა მარტო ტრამპის გამარჯვების შემდეგ, თქვათ, შიგნით ერთმა ფრაქციამ მოიგო. მან პრაქტიკულად ამერიკის როგორც სახელმწიფოს ერთგვარი რაღაცა ინსტრუმენტების გაუქმებაც დაიწყო. ეს რა თქმა უნდა ეხება USAID-ს, რომელიც იყო მთავარი ინსტრუმენტი და ძალიან დაფარულიც არ იყო, თუმცა ამის აფიშირება არ ხდებოდა, რომ ეს არის რა თქმა უნდა გავლენის ინსტრუმენტი, თავის დროზე რაღაც სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცხადია იმ ბევრი პროგრამით, რომელიც და იმ რაღაცა დიდი ნაწილი ამ თანხის რაღაც კონკრეტულ მიზნებს ხმარდებოდა, თუმცა იქვე იყო რაღაცა ძალიან ისეთი ზოგადი ბუნდოვანი შინაარსის ძალიან სასაცილო დასახელების პროგრამებიც კი, რომელიც ჩამოთვალეს კიდევაც და ხვდები უბრალოდ რომ ეს შეუძლებელია რომ ხამ რაიმე შედეგი მოიტანოს და ასევე არ არის საიდუმლო რომ თვითონ ანატომია ამ დახმარების არის მარტივი რომ ერთის ხელით ის გეხმარება, მაგრამ იქვე იმას მოყვება თავისი ინსტრუქცია, როგორ უნდა დაიხარჯოს ეს დახმარება, რა ნაწილი უნდა დაბრუნდეს უკან, როგორ უნდა შეუწყოს ამან ბაზრების ათვისებას და მოკლედ ამ ქვეყანას ჰქონდა უფლებაც და გააკეთა ამ ტიპის ესე ვთქვათ ინსტრუმენტის შექმნა, ამ ფორმით გეხმარება თუ გეხმარება და ეხა შენზე უკვე როგორც მიმღებზია ეს დამოკიდებული ეს გჭირდება, არ გჭირდება, გაწყობს და როგორ გამოიყენებ, ხო? უბრალოდ დროთა განმავლობაში ლაპარაკი მივიდა იმაზე, რომ თვითონ საკუთრივ ამ დახმარება და ამის გარშემო შექმნილმა ქსელმა, დონორებმა, ამის მომხმარებლებმა, ამის გამცემებმა შექმნეს ერთგვარი ისევ არ მოვერიდები, ამ თქოს პლანქტონი, რაღაცა ერთგვარი რაღაც წრე ამ პირთა, რომლებიც უბრალოდ პარაზიტირებდნენ, იმიტომ რომ თანხა იყო, ეს უნდა აგეთვისებინა, ეს უნდა დაგეხარჯა, ანგარიში გაგეკეთებინა და უცებ ამერიკა ამბობს შეცვლილი ადმინისტრაცია, რომ ეს აღარ არის საჭირო. იმიტომ რომ ამან საბოლოო ჯამში დააზიანა ამერიკული ინტერესი, გაგვიავარეს და მთელი ქვეყნებთან ურთიერთობა და მოკლედ ჩვენ ბევრ რაღაცას ვცვლით. სხვა შორის ამას ეს ძალიან მაგონებს კორპორატიულ მიდგომას, სადაც ბევრ ამაში ატარებენ ახალ ადმინისტრაციას, რაღაცა ბიზნეს მოდელთან რო რაღაც სხვანაირად უდგება. ადრე მაქვს სტატია Google-ზე წაკითხული, რომ ეს არის ერთ-ერთი რაღაცა განსხვავებული კომპანია, რომელიც არ ერიდება პროდუქტს რომ მოიფიქრებს, თქვათ რაღაცას, ხო, Google-ის რომელიმე სერვისი რაღაც დროის შემდეგ თუ ხდება რომ ის რაღაცნაირად არ ვარგა, მას შეუძლია ეს საჯაროდ გამოვიდეს პირდაპირ თარიღი თქვას რომ ამ დროის მერე თქვათ აი ესა და ეს Google-ის პროდუქტი დაიხურება და ესე საჯაროდ მოკლასო. რა მოკლედ ესე იყო შეფასებული, რასაც ბიზნესი ერიდებიან ხოლმე რომ თქვათ რაღაც წარუმატებელი არ აღმოჩნდა. აი ზუსტად ამნაირი მიდგობით ჩვენ ნახეთ როგორ პრაქტიკულად გააქრეს USAID, აბრიდანაც კი ჩამოხსნეს და რაც თავარია საჯაროდ გააკეთეს. თუმცა ცხადია რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის ილუზიაში რომ ამერიკა რაღაცნაირად უარს იტყვის თავის ინტერესზე, თავის სახელმწიფო ინტერესზე და უბრალოდ რაღაც სხვანაირად მიუდგება, ხო? ბუნებრივია რომ მას ექნება განსხვავებული მიდგომა და ხედავთ ამის გადატვირთვას. ერთგვარად ამ USAID-ის კამპანიამ სხვათა შორის მე ვფიქრობ რომ ხელი შეუწყო შემდეგ იმ საგარეო პოლიტიკის ნაბიჯებს, რაც მან უკვე მოგვიანებით გადადგა, ასევე არანაკლებად სკანდალური, მაგრამ გარკვეულწილად ამან აქცია ერთგვარი ნდობა გამოიწვია იმ რაღაც ოპონენტების თვალში, რომ ეს ადმინისტრაცია მართლაც განსხვავებულია და შეიძლება რაღაც სხვადასხვა ტიპის გადატვირთვაზე ლაპარაკი და ცხადია ეს გადატვირთვა რაღაც სხვა ნაწილს უკვე არ მოწონს. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება მედიაზე, რომ მედია მithumetes საქართველოში და ლაპარაკია რომ საზღვარგარეთაც არის ბენეფიციარი აი ამ საერთაშორისო დახმარებების ერთგვარად
მეორეს მხრივ ის მოიხმარს აი ამ NGO სექტორში არსებულ რაღაც ერთგვარ ცოდნას და ექსპერტიზებს, იმიტომ რომ მისი გაშუქება ხდება და ამავე დროს ის აშუქებს მთლიანად ამ პროცესს. ანუ ბოლოს სანამ კითხვით განმოვალ, მინდა გავიხსენო, როდესაც ჰქონდათ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია თუ ინტერვიუ უბრალოდ Fox-თან ერთი დღის წინ ჰენეთი წამყვანი შონ ჰენეთისთან მათ თქვეს უბრალოდ მანამდე იყო მარელაგოში პრესკონფერენცია და იქ თქვა რომ დაუსვეს კითხვა რომ აი Associated Press როდის დააბრუნებთ თეთრ სახლშიო და Associated Press იმიტომაც მოიკვეთეს თეთრი სახლიდან რომ მათ უარი თქვეს რომ მექსიკის ყურე მოეხსენიებიათ როგორც ამერიკის ყურე და ამაზე გაბრაზდა ტრამპი და მან თქვა რომ შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს, მაგრამ რაც კანონია უნდა დავიცოთ. აი ხა ეს მაგალითი ყველაზე კარგად ასახავს ჩვენთან მიდგომას. აი ესეთი კაფეო მაგალითები ცulis მედიის აღქმას, როგორადაც ჩვენთან არიან მიდრეკილები, რომ მედიის ჟურნალისტის თავისუფლება, ეს რაღაცა უნდა იყოს დაცული, სად გადის ზღვარი, აი ვიღაცა რაღაც აქციაზე თუ ადამიანს დააკავებ პლაკატით, მაგრამ მე აღმოჩნდება რომ ის ოპერატორია უკვე ჟურნალისტური საქმიანობის ხელში შეშლა და მოკლედ ამერიკაში მიმდინარე პროცესები რაღაცნაირად საინტერესოდ ჩვენ იმ გამოცდილებაზე რაც საქართველოშია დაგროვილი, რაღაც ძალიან საინტერესოდ აისახება რა, ანუ რაღაცნაირად ირეკლება და ეს ძალიან ცulis ამ რაღაცა მოცემულობას და ბევრი ადამიანი ეს მხარეები არიან დაბნეულები ამის მხრივ, იმიტომ რომ არ ელოდნენ მსგავს რამეს. ან შენ როგორ უყურებ ამ მიმდინარე პროცესს სწორედ აი ამ ჭრილში? დიახ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. აი უზარმაზარი თემაა განსაკუთრებით ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში, რაც დაგროვ და იმხელა მასშტაბის პროცესები განხორციელდა და ისეთი გადაკეთება დაიწყო ყველა სეგმენტის, არა მხოლოდ ესე ზოგადად სოფლიოს გადაკეთება, როგორც ვამბობთ ხოლმე. ეს სოფლიოს გადაკეთება პირდაპირ პროპორციულად ისახება კონკრეტულ სეგმენტებში, კონკრეტულ მიმართებებში, დარგებში და მედია ერთ-ერთი პირველია, ვინც ამას ასე ვთქვათ, ირეკლავს ხო ყველაზე მეტად, იმიტომ რომ და განსაკუთრებით საქართველოში სხვათა შორის, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი კომპონენტი ქართულ და დასავლურ მედიაში შორის რაც ჩვენ ჩამოთვალე ბევრი საერთო რა თქმა უნდა არის, როგორაც ისინი ცდილობენ თქვა სიტყვაზე ასახონ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს იგივე NGO სექტორში, იგივე თქვა სამ შემთხვევაში დონორი ორგანიზაციებიდან კონკრეტული დავალებების კონტექსტები, მაგრამ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, ერთი ისეთი ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც მოცემულობიდან გამომდინარე, არსებული რეალობიდან გამომდინარე არის ჩვენს ქვეყანაში, ის რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ ბაზარი რო ვთქვათ მარტივად არ იძლევა იმის საშუალებას რომ ტელეკომპანიები, დიდი ტელეკომპანიები, ძლიერი ტელეკომპანიები, რომელთაც შეუძლიათ გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე, მოახდინონ ვთქვათ ისეთი მაუწყებლობა, რომელიც მიაღწევს ყველა ოჯახში ხარისხობრივი მაჩვენებელი, მაღალი სატელიტზე განთავსება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძვირი სიამოვნება. ამის საშუალება ტელეკომპანიებს თავისი შესაძლებლობებით არ აქვს. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მარტივად რო აუხსნათ ახლა მაყურებელს არის ძალიან იაფი ბაზარი, ძალიან რეკლამაც არის ამ შემთხვევაში არც ისე ძვირი, ხო? ნუ გასაგებია ახლა რაოდენობრივად არ არის ახლა ეს ისეთი მასშტაბის ქვეყანა, რომ აქ რეკლამა მილიონი ღირდეს. ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში ესეთი სტანდარტი, რომ ესეთი მედია საშუალებები უნდა ყველა შემთხვევაში ვიღაცა მარჩინოს. არჩინოს და ეს ყველაფერი პირდაპირ პროპორციულად განსაკუთრებით ეს ბოლო 20 წელიწადია უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს. და პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკა გახდა ამ შემთხვევაში დონორი მედია საშუალებების. როგორც კი პოლიტიკა ხდება მთავარი დონორი ამ შემთხვევაში, ნუ მე ყველაზე არ გულისხმობ რა თქმა უნდა, იმაზე ვისაც პრეტენზია აქვს მასშტაბურობაზე და ძლიერ შესაძლებლობებზე. ხო? როგორც კი ისინი ხდებიან პოლიტიკური იარაღი, პოლიტიკური პარტიის, ხო, შესაბამისად ის უკვე ჩვენს ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში დიდწილას კარგავს ყველანაირ ამ შემთხვევაში ობიექტური მედიის მიუკერძოებლობის ყველანაირ სტანდარტს. მე ყველამ დაინახა ისიც რომ ეს მიუკერძოებლობა, ეს ობიექტურობა ყველაზე არარეიტინგული ამბავია კიდე ამ ქვეყანაში. როდესაც შენ არ გაქვს პოზიცია, როდესაც შენ არ გაქვს რაღაც გამოკვეთილი ხედვა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური პროცესის მიმართ, ვერ მუშაობ კონკრეტულ სეგმენტზე და ამიტომ უმჯობესია გქონდეს ეს პოლიტიკური პოზიციაც. მაგრამ ეს ყველაფერი გადაიქცა ჩვენს ქვეყანაში საოცარ მოვლენად, აი საოცარ მოვლენაში გადავიდა, რასაც ქვია, ნახე როგორი მომენტია, აი მაგალითად რო შევადაროთ ერთმანეთს მედია სააკაშვილის პერიოდში და მედია სააკაშვილის პერიოდის შემდეგ. სააკაშვილის დროს მედიას
აი არ სჭირდებოდა სურვილის ამებ თუ ეხლა ეს მედია იყო რომელიც ეხლა ამ შემთხვევაში არ იყო თქვა კონტროლირებადი სააგაშვილის ხო არ სჭირდებოდა სკანდალის ძებნა არ სჭირდებოდა რეიტინგისათვის ისეთი რაღაცა მოვლენების გამოგონება მოფიქრება რომელთაც მაყურებლის ინტერესს მიიზიდავდა და ელემენტარულად აყურებინებდა ხო გადაცემას იმიტომ რომ ის საგიჟეთი რაც იქ ხდებოდა ხელისუფლების კონტექსტში იმდენ დანაშაულს იმდენ კრიმინალს იმდენ უბედურებას ჩადიოდა რომ ხა მე მახსოვს ეს ყველაფერი ჩემი თავიდან გამომდინარე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე როდესაც ჩვენ აი ვისხედით ეხა ტელეიმეჯში და ვფიქრობდით მარტივად ეხა რომ ამდენი სიგიჟიდან რომელი ავარჩიოთ ეხა რომ აი ხვალ გავაკეთოთ ეს სიუჟეტი იმიტომ რომ ამდენი დანაშაული ამდენი კრიმინალი ხანდახან გვენანებოდა მომავალი კვირისთვის გადატანაც კი იმ თემის და ფიზიკურად რაღაცები უკვე აღარ ეტეოდა ერთ გადაცემაში ხო და შესაბამისად ამისი მოძიება არ იყო, ასე ვთქვათ, რთული და ამ ყველაფრის სურვილი ჰქონდა ამის გაშუქების და საზოგადოებისთვის ჩვენების ამას აჩვენებდი. რომ დამთავრდა ეს საგიჟეთი ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური და 2012 წლის შემდეგ უცებ აღმოჩნდა და შეიქმნა რეალობა, როდესაც ამდაგვარი სკანდალები აღარ ხდება. არავინ აღარავის არ კლავს, სისტემური დანაშაული არ არის გამეფებული, რაღაცა ომს არავინ არ იწყებს ახლა ასე უპრაგონოდ, ადამიანებს ქუჩაში არ კლავენ მარტო იმიტომ რომ შიშის სინდრომი და ყვიდრონ ქვეყანაში, ხალხს აღარ აწამებენ, ბიზნესებს აღარ პარავენ თუ აღარ ატყავებენ ხალხს, ის ყველაფერი რაზე შეიძლებოდა დაუსრულებელი გეკეთებინა მანამდე სააკაშვილის დროს, ეს ყველაფერი გაქრა. და აი მოხდა საოცარი რამ ჩვენს ქვეყანაში. დაიწყეს აი უკვე ნაციონალური მოძრაობის ასე თქვა პრეს-ცენტრებად ქცეულმა კომპანიებმა ტელევიზიებს რო ეძახიან თავის თავს დაიწყეს სკანდალების გამოგონება. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სკანდალის გამოგონება. აი დაახლოებით რომ მაყურებელს აუხსნათ ეს ხდება დასხდა რამდენიმე პროდიუსერი, რომლებმაც თქვეს რომ მოდი მოვიფიქროთ ახლა ჩვენ სკანდალი. არ მომხდარა არაფერი, ხო? არაფერი არ მომხდარა, მაგრამ მოვიგონოთ რომ აი რაღაცა ბიძინა ივანიშვილმა რაღაც აშინელება ჩაიდინა. მოვიგონეთ. ამაზე გავაკეთეთ სიუჟეტი, მე ჩვენი ასე ვთქვათ, ნაც ექსპერტები მოვიწვიეთ, ამაზე ინტერვიუები ჩავწერეთ და ეს ყველაფერი დიდი, ესე იგი, თავის სიუჟეტიან, თავის გასკანდალებიან, თავის რაღაცა ექსპერტების ნააზრევიან, თავის ток-შოუიანად ერთი დღე ავამყრალეთ სიტუაცია. მეორე დღეს ეს საპნის ბუშტივიც ხდება, იმიტომ რომ როდესაც არაფერი საფუძველი არ აქვს, იმას ვერ გააგრძელებ შენ 2 და 3 და 1 კვირა. მაგრამ ესეთი რამ, ესეთი fake news-ი, როგორც საქართველოში მოიგონეს, ეგეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. აი ტრამპი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი, რო იძახდა რომ CNN-ზე გადის fake news-ი. ის არ გულისხმობდა იმას, რომ CNN-მა ისეთი news-ი გაუშვა და ისეთი ინფორმაცია, რომელიც ბუნებაში არ არსებობდა. ის ამბობდა რომ აი CNN-ის ინტერპრეტაცია, მისი შეფასებები, მისი ხედვები და მისი რაღაცა, თქვათ, აი გარკვეული სარედაქციო პოლიტიკა არის იმდენად მიუღებელი, რომ ეს არის fake news-ი, ანუ ის უკვე ცდება რეალობას. ანუ იდეაში რა არის, ფაქტი არის წმინდათა წმინდა, ხო? ის არ შეიძლება გამოიგონო, ის უნდა მოხდეს. და იმ ფაქტის შეფასება არის მილიონნაირი ხარ რამდენი არა მარტო შეფასება არამედ ვერბალიზაცია ხო რა ტერმინებში გამოხატავ რა სიტყვებში აი ამას აქვს ეს სარედაქციო რა თქმა უნდა ეს უკვე არის გარკვეულწილად მაინც დაშვებული საერთაშორისო სტანდარტი სივრცე არსებობს თავარია რომ ფაქტი არსებობს ჟურნალისტი როგორ დაწერს ხა მე ინტერვიუ მივეცი და ნუ ეხა ხომ ჩემთვის გასაგები არის ტექნიკა როგორ ეს ვერბალური ინტერვიუს რო გადაიტან ტექსტურად იქ როგორ გააკეთებ სიტყვებს როგორ გაშიფრავ როგორ არ გაწმინდავ როგორ დატოვებ რაღაც შორისდებულებს რომ ადამიანს შეუქმნა ის დაბეჭდილება ანუ ჟურნალისტს ძლიერი იარაღი უჭირავს ამ ხელში იმიტომ რომ მას შეუძლია ისე რომ ერთგვარად პროფესიული სტანდარტები თითქოს და არ დაარღვიოს ერთი შეხედვით ხო მაინც გააკეთოს ისეთი პროდუქტი რომ შექმნას შეფასება აქვე სანამ გააგრძელებ მე დავამატებ რასაც შენაბობ იმას რომ საერთაშორისო როცა ეს სტუდიის სარედაქციო კოლეგიები ესე ვთქვათ იჯდნენ და ამას ფიქრობენ რომ ეხლა რა მოვიგონოთ ისინი ცარიელს ფურცელზე არ იგონებდნენ ამას აი რაც ჩინაობ რომ იმ 9 წელიწადი სრულად იძლეოდა იმ მასალას შენ უბრალოდ უნდა გაგეშუქებინა ეს და თავისი შემადგენლობით და სკანდალურობით იყო სავსებით საკმარისი მათ ეს ხვდებოდა თავის დროს იმიტომ რომ მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში შემდეგ გადავიდნენ ოპოზიციაში და მათ ცადეს რომ აეღოთ ესე ვთქვათ ყველაფერი ის რაც ახსოვდათ რაც მათ წინააღმდეგ მათი
წარმოდგენით გამოიყენეს და მოერგოთ ეს გამოეყენებინათ როგორც ერთგვარი რაღაცა ჩარჩო და მოერგოთ აი ამის მიხედვით ანუ ჩვენ დროს თუ აი პოლიციელმა ვიღაცა ცემა ეხლა აქაც უნდა ვნახოთ მსგავსი რა და დაიწყეს მათ დატოლება ჩვენ თუ ვერ თეთრდებით ხო ანუ ჩვენ ნაცმოძრაობა რომ თუ ვერ გავთეთრდებით ვერანაირად იმიტომ რომ დანაშაული გვაქვს ჩადენილი ისინი მაინც გავაშაო თუნდაც ამ ფეიკებით რომ ოდნავ ორივე ჭუჭყიანები ვიყოთ ანუ ორივენი თუ ჭუჭყიანები ვიქნებით მაშინ ერთმანეთს უკვე ისე მარტივად ვეღარ წაუყენეთ პრეტენზიებს ხო ანუ მთავარია გავაშაო და მართალი ხარ დიდწილად იმ კონტექსტებში და იმ კონკრეტული მიმართულებებით რაზეც თვითონ გაშავდნენ შესაბამისად და ხოდა მაგ ფეიქ ნიუზზე ვამბობ რომ ეს ყველაფერი გახდა ну აი საოცარი არაადეკვატური სტანდარტი აი მაგალითით შემილია ბევრი მოვიყვანო ხა ძალიან შორს წავიყვანო მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან ძალიან სიმპტომატიური იყო ეს მაგალითი და ძალიან ისე თვალნათელი ახსოვს საზოგადოებასაც ეგ სკანდალი ძალიან სერიოზულად როდესაც ის რა ქვია იმას ნოდარიკო მელაძის შოუმ გააკეთა ანონსი გავიდა ეთერში რომ ბიძინა ივანიშვილს სადღაც პარაგვაიში თუ სადღაც სამხრეთ ამერიკაში ვენესუელაში თუ სადღაც აქვს ქარხანა მარიხუანის წარმოების და ნუ გასაგებია ხა როგორ კოსმოსიდან გადაღებული რაღაც კადრები მთელი ამბები რაღაც აშინელი დაბზაფრი მუსიკით და გავიდა ეს ანონსი თუ არ ვწდები არ შემეშალოს ან სამშაბათს ან ოთხშაბათს ხო 1-3-4 დღით ადრე შაბათამდე მეორე დღეს ამ ანონსთან დაკავშირებით დაწყდა სერიოზული ისტერიკა, იმიტომ რომ გამოვიდა ბიზნესმენი, თორშტეფი უგულავა იყო ეს ბიზნესმენი, რომელმაც თქვა რომ თქვენ ხო არ გადაერიეთო, კაცო. ეს ჩემი ქარხანა არის, რომელიც 10 წელი ვაკეთეო, მიკო სამედიცინო მარიხუანის წარმოებაზე, მაკო, მთელი ამერიკა და ბრიტანეთი და კანადა და ასე შემდეგ მისი მომხმარებლები არიან და რას ქვია, ჩემი ბიზნესი ვიღაცას მიაწებეთო. ანუ კაცი გამოვიდა თავის დოკუმენტებით, საბუთებით, მისი იურისტები გამოვიდნენ, პრესკონფერენცია ჩატარდა. 4 შაბათს ეს ანონსი განმეორდა. 5 შაბათს განმეორდა. ამაზე მე ატყდა უკვე სხვადასხვა მედია საშუალებებში, რომ ჩვენმა კოლეგებმა საერთოდ გააფრინეს, იმიტომ რომ არ არსებული ამბავი მოყვეს ეს ერთი, მაგრამ თელ საქართველოს აცნობეს უკვე შესაბამისმა ორგანოებმა და პირებმა, რომ ეს წვილია და დოკუმენტალურად დაამტკიცეს ეს. პარასკევსაც გავიდა ანონსი, მაგრამ მთელი კომედია ისაა, რომ შაბათს ეს გადაცემაც გავიდა, კაცო. შაბათს ეს დადგა მთელი სერიოზულობით ეს ვაჟბატონი და მოყვა როგორ აქვს ბიძინა ივანიშვილს რაღაცა ბიზნესი ქარხანა იმაში რა ქვია ვენესუელაში როცა ყველა მიცის უკვე მთელ საქართველოში ეს სრულიად სხვისია არაფერ კავშირში ივანიშვილი არ არის და ის ადამიანი კიდე პროტესტს აცხადებს რომ მის ბიზნესს ხვას ასე ვთქვათ მიაკუთვნებენ მაინც გავიდა ეს ეთერში დაძაბული ხმები ჟურნალისტთა საუბრით რომ როგორ მოკლედ ეს კაცი განადგურებას უპირებს ქვეყანას აი წარმოიდგინეთ ხო ბუნებრივია ფაქტი არ არსებობს ბიძინა ივანიშვილს ესეთი ქარხანა იქ არა აქვს. მაგრამ თქვენს რომ მოდი მოვიფიქროთ, გადავწყვიტოთ, თქვათ, ექსპერტები ჩავწეროთ და დავაბრალოთ ამას ეს ყველაფერი. ასეთი მაგალითი შემიძლია მილიონი მოვიყვანო და მაგრამ ესეთი რამ არ არსებობს არსად, ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია. არ ვიცი, სადმე შეიძლება რომელიმე რაღაცა ესეთი არაადეკვატურ საგიჟეთში რომელიმე მე-10 ხარისხოვან ქვეყანაში ხდებოდეს ეგეთი რამე, მაგრამ ნუ არავით არის მსგავსი ინფორმაცია მე არ მაქვს რომ რომელიმე ქვეყანაში ხდებოდეს ესეთი რამე. ჩვენთან და ეს რისი ბრალია? ეს იმის ბრალია რომ ჩვენთან დიდწილად პოლიტიკური ბრძოლის იარაღი იმ დონეზე გახდა მედია საშუალებები იმ დონეზე რომ პრაქტიკულად მედიის აი უფრო ზუსტად ვიტყოდი სადღაც 2 წლის წინანდელი პერიოდი სანამ დაიწყებოდა ესეთი ძალიან ღია ბრძოლა აი ამ უკვე ზეწოლასთან საქართველოსთან იმართებაში ომში ჩართვაზე, ასე პირდაპირი თავდასხმები ევროპიდან, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან ყოფილი ხელისუფლების, ხო, ბაიდენს გულისხმობ. აი მანამდე პრაქტიკულად იყო ისეთი ვითარება, როდესაც ბრძოლაში პოლიტიკოსების ნაცვლად ამ შემთხვევაში უფრო დიდწილად ჩართულები იყვნენ მედია საშუალების წარმომადგენლები. მაგრამ მიიყვანა იქამდე რომ ბოლოს გამოხდნენ ჟურნალისტები და ხელისუფლებაში გვინდაო და მიტინგზე რო დადგნენ და აქცია რო ჩაატარეს და ახლა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში რო გამოაცხადეს. რეალურად ანუ იმდენად გადავიდა პოლიტიკური ფლანგი მედია საშუალებებით, ანუ მედია ბრძოლაზე რომ ანუ უკვე ჟურნალისტები სხვადასხვა ტელევიზიებიდან ერთმანეთს ესაუბრებოდნენ კონფლიქტურ კონტექსტში. ეხლა ნახე როგორი ვითარება იქიდან გამომდინარე რომ ასეთი უზარმაზარი ზეწოლა და ასეთი უზარმაზარი თქვათ მისია დაეკისრა ჩვენს ქართულ მედიას პოლიტიკური თვალსაზრისით მედია გახდა
ერთი-ერთი ლაკმუსის ქაღალდი იმისა, თუ რა ხდება პოლიტიკურ პროცესში. აი ზუსტად ერთი-ერთი ასახავს ეს მედია საშუალებები იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც რეალურად არის ქართული პოლიტიკა და კონკრეტული ქართული პოლიტიკური პარტიები. ისევ რომ შევადაროთ თუ იმ დროს ახლა ვიძახით იმას რომ მაშინ 9 წლის დროს აშუქებდა მედია რეალურად რაც ხდებოდა, რომ ამბის გამოგონება არ ჭირდებოდა, ის შეიძლება რაღაცა თქვა გაგიბუქებინა და არსებობდა მაშინაც რაღაცა ტიპის ყვითელი მედია, ხო? კი, რა თქმა უნდა. მაგრამ თლიანობაში მას უწევდა მის გაშუქებდა უწევდა ძალიან მძიმე პერიოდში, მძიმე პირობებში, იმიტომ რომ მას არავინ არ ეთანამშრომლობდა, იყო ბოიკოტი, არ ეწერებოდნენ, გახსოვს რაღაც გზის გახსნა რო იყო და ჟურნალისტები რო დარბოდნენ, არ იცოდნენ მიშა იმ ფორმულა 1-ში სად ჩაჯდებოდა და მესამეჯერო გახსნა, თავისი მედია რო ყავდა მიყვანილი, ხო? და პოლიტიკოსი და შენ იცი ხა ეს ორივე ამპულოა. პოლიტიკოსი იღებდა ინფორმაციას ამ მედიიდან და შემდეგ ამაზე რეფლექსიას აკეთებდა, ხო? და თუ კი, რასაც ამოფრო, ერთი დიდი ნიკა გვარამიობა და ნოდარ მელაძეობად გადაიქცა ეს მედია. ბუნებრივია, რომ მასზე მიმაგრებული პოლიტიკოსმაც ასევე დაკარგა ეს კლასი. ანუ თავარი რის გამოც, ანუ მედიამ დაკარგა ფუნქცია იმის გამო, რომ დაიწყო მან ძალიან ესე თქვა, სტარი სარედაქციო პოლიტიკა, ანუ სრული სიყვითლე, უპასუხისგებლობა, რომელსაც ვერანაირი გაგრძელება ვერ ექნება. წლების მანძილზე იყო ლაპარაკი, რომ აი ბიზინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ხარჯზე მდიდდება, აკეთებს ბიტკოინებს. ეხლა აღმოჩნდა, რომ თუნდაც ეს ბიტკოინები იმისია, ბაჩიაშვილის თუ ვიღაცის, ხო? და თუ რამე არ არის, რომ თუ რამე ეკეთებოდა თან ესე ძია. ანუ არავინ შემდეგ ამას აღარ მიყვება, ეს აღარ აისახება. ანუ ამ მომრჩევას, რაზეც კი, აი მაგასო, ის საფნისმოშტივი ხდება. უამრავი რამ ხდება. თუ ფაქტი არ არსებობს, ვერ გაყვები იმას. მაგრამ იმის იგავარაკის არ იყოს, ხომ? მგელი რო იძახი და ვარგჯერ. ანუ ბოლოს გამშუქებელი არავინ აღარ რჩება, რეალური პრობლემაც რომ მოხდეს. იმიტომ რომ უკვე დობა ყოველდღიურად იკარგება და რაღაცა ტოქსიკურ ინფორმაციაზე ხდება რაღაც ცირე აუდიტორიის შესმა, ესე ვთქვა. აქ გვაქვს ერთი პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ზოგადად საზოგადოებაში და ქვეყანაში იმ თვალსაზრისით, რომ ეს როგორც ეთქობა გარკვეულწილად ჩვენი პოლიტიკური კულტურის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, მოდი ახალგაზრდობის ბრალია, იმიტომ რომ 30-35 წელიწადი ჯერ ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ბევრი რამ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კულტურის თვალსაზრისით საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიზრდებით და ყოველი არჩევნებიდან არჩევნებამდე ბევრ რამეს ვსწავლობთ და ბევრ გამოცდილებას ვიძენთ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გვაქვს ესეთი არასასურველი და არასასიამოვნო მიდრეკილება საზოგადოებაში ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური სექტები. აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სადღაც 300 და 350,000 ადამიანამდე არსებობს აი ესეთი პოლიტიკური სექტა, რომელსაც რაც არ უნდა აუხსნა განუმარტო, ნუ სექტის დამახასიათებელი თვისება რაც არის, ფანატიკურ დონემდე აყვანილი ესეთი იდეები, რომ არ შეიძლება იყო კრიმინალის მხარდამჭერი, არ შეიძლება იყო აი ამის მიმდევარი, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენი პასუხისგებლობაცაა, გაცგებია, შენ შეიძლება არ მოგიკლავს პირადად როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავალება მიცეს და დახახოცინეს ამდენი ადამიანი, ხო? შენ შეიძლება პირადად ეს არ გაიკეთებია, მაგრამ შენ რომ ამას ყველაფერს აправებ და მხარს უჭერ, შენ პასუხისგებლობას იზიარებ, თუნდაც იმაზე, რასაც ქვია კრიმინალის გაправება, ხო? რაც უკვე ძალიან ცუდი რამ არის და უკვე ძალიან უპასუხისგებლო მინიმუმ რო ვთქვათ და დანაშაულს რომ ამას ვთქვათ არ შევეხოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში არსებობს ეს სექტა. ეს არის სააკაშვილის ამორჩეველთა სექტა. და ეს არ არის ნაცმოძრაობის მომხრე სექტა, ეს არის კონკრეტულად აი ამ შიზოფრენიკის, შიზოფრენიული სექტა. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში ამდაგვარი რეალობა არსებობს და ხედავთ კიდევაც, ხო? ამ ადამიანებისათვის არც მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ფეიქს ეტყვიან, სიმართლეს ეტყვიან, ობიექტურობას ეტყვიან. ის არის აი მიშტერებული და მიჩიჩინებული იმ ინფორმაციას, რაც მას ყვებავს. ამ სექტის და რასაც ჩვენ სექტას ეძახი, გავლენა სხვანაირად კიდე მეტია და ცოტა მოგვიანებით შევეცდები ეს აუხსნა, რას გულისხმობ, მაგრამ მანამდე როცა ვამბობთ, რომ მედიამ თავის თავი რაღაცნაირად თვითლიკვიდაცია და ჰარაკირი გაიკეთა იმითი, რომ დაიწყო ამ ტყუილების ტირაჟირება, მეორე მომენტი არის მედიის თანამშრომლები, როგორც პოლიტიკური აქტივისტები. ანუ აქტივიზმი და ჟურნალისტიკა იქ აღარ არის. ისევე როგორც NGO სექტორს რამაც დააზიანა, ეს იყო აქტივიზმი, ანუ ის კი არ გადავიდა, მე ვწყვეტ სიტყვაზე დღეს ჟურნალისტურ საქმიანობაზე წავედი პოლიტიკაში. არამედ მან შეითავსა აქტივიზმის ფუნქცია და დაერქვა იცი მე ვარ მოქალაქე, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, მე ვარ სამოქალაქო სექტორი და მან პრაქტიკულად თავისი
პირდაპირ ფუნქციის დაზიანების ხარჯზე დაიწყო რაღაც აქტივიზმი, რომელიც არის პოლიტიკის ნაწილი და იქ შევიდა ჩიხში. აი ამ პროცესს როგორ ახასიათებთ? ჟურნალისტი გახდა, აი მაგ კატეგორია ჟურნალისტებისა, გახდნენ პოლიტიკური ჯარისკაცები. პოლიტიკური ჯარისკაცები, რომლებსაც აქვთ შეგრძნებაც იმისა, რომ ისინი აკეთებენ არა ჟურნალისტიკას, არა ახალ ამბებს, არა თქვა სატელევიზიო პროდუქტს, არამედ ისინი პოლიტიკურ ბრძოლის ველზე იმყოფებიან და შესაბამისად და სწორედ იმ თემას დაუბრუნდები, რომ მთელი პოლიტიკური პროცესის ძალიან დიდი ნაწილი მედიაში გადავიდა და ანუ მათ გაუშვათ ისეთი განწყობა ამ ჟურნალისტებს, ვითომ ჟურნალისტებს, რომ ისინი არიან უფრო მნიშვნელოვანი იმ პოლიტიკური პარტიისთვის, დამფინანსებლისთვის, პოლიტიკური დონორისთვის, ვიდრე კონკრეტული მაგალითად მათი ოპოზიციური ფრაქციის წევრები. მათ უფრო მეტი შეცდომა გაკეთება შეუძლიათ. იმიტომ რომ სწორედ ისინი ახდენენ საზოგადოებაზე ზემოქმედებას, ის მათი თქვა რაღაცა წინა პარლამენტში რო ისხდნენ ფრაქციის წარმომადგენლები ოპოზიციური, ხო? ისინი ვერანაირად ვერ ახდენდნენ საზოგადოებაზე ზეგავლენას. ეს უკვე ფაქტი იყო, იმიტომ რომ რეალურად მთლიანად ეს პროცესი გადასული იყო მედიაში. და ჟურნალისტები, ანუ წამყვანები და კორესპონდენტები თავიანთი შეფასებითი ნაწილით გაცილებით სერიოზულ, ასე თქვა, პოლიტიკურ ბრძოლაში იყვნენ ჩართულები, ვიდრე თვითონ ის ფრაქციის მე მინდა მსმენელს რომ რაღაცა მაგალითიც გქონდეს ამის რას გულისხმობ. საქმე ის არის, რომ ბოლოს ოპოზიციურ არხზე როდის მოისმინე ჩვეულებრივი უბრალოდ ინტერვიუ. ანუ ინტერვიუ არის ჟურნალისტი, ამ შემთხვევაში ეს არის მედია, წარმოადგენს მედიუმს, ხო არსებობს რესპონდენტი, არსებობს მსმენელი, რომელიც გისმენს. და ისო შენ გაატარო უბრალოდ რაღაც ისეთი კითხვები დასვა, რომ აი ეს რესპონდენტი გაიგოს შენმა მსმენელმა, ან სხვანაირად გაიგოს ღია კითხვებით თუ დახურული კითხვებით, მაგრამ შენი ამოცანა არის ეს გაატარო. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მხარეს, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ მოდებატეს, რომელიც შენი თქმის არ იყოს კიდევ უფრო მეტად არის არგუმენტებით აღჭურვილი და რომელიც და შემოდის სტანდარტი. რომ შენ თუ რაღაცა განსხვავებულ აზრზე მყოფი რესპონდენტი ეგრეთ წოდებულად არ გაწურე, არ რაღაცა hard talk-ი თუ არ მოუწყვე რაღაცა ჟანრი, ანუ დებატში თუ არ შეხვედი, რას ნიშნავს ესე კომფორტი შეუქმენი, შენ პროპაგანდის გავრცელებას ხელი შეუწყვე? აი ამ ტიპის რაღაცა NGO ნარატივებით, ჩემი აზრით, მოხდა მთელი ამ ჟურნალისტთა კორპუსის დაკომპლექსება. და რაღაც სტანდარტის მიჭრება ესეა. აი მე მაგალითად ერთ მაგალითად ვიტყვი, უყურე იმედის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძეს სტუმრად რადიო თავისუფლებაში. ესე იგი ქართლში გაატარეს, ანუ იმ გოგომ, ვინც იყო წამყვანი, აიღო ისეთი ინტერვიუ, როგორც უნდა აიღო ჟურნალისტს. თავისი ტონალობით, თავისი რაღაცა მიდგომით, იმ კითხვებით, რომ ეს რესპონდენტისთვის მოესმინა ადამიანებს და მას არ შეესფასებინა. ხო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩამოყალიბებული აზრიც აქვს, ბევრ ამის არ ეთანხმებოდა, ამასაც გამოხატავდა, მაგრამ მთლიანობაში მან იმუშავა რესპონდენტი. ანუ ეს ჩაითვალა გაკიცხვის ღირს ქმედებად. და ეხლა, როდესაც სოფლიოში იცვლება ეს არქიტექტურა, მაინტერესებს შენი აზრით მოხდება თუ არა იმისი აღიარება, რომ კი, მოხდა აი ამ ყველაფრის ჩიხში შეყვანა. ეს ჩიხში შეყვანა საბოლოოდ იმას გამოიწვევს, რომ ისაც იყო მართლა პირდაპირ დაფინანსებული ეს რაღაცა რადიო თავისუფლებას და კიდე რაღაც ის არის ამერიკის ხმა და ასე შემდეგ, შეიძლება უბრალოდ იმ დონორმა ადგეს და უბრალოდ გააქროს და ჩვენ მე შეგვწევა მარტო царელი ნოდარ. საბოლოო ჯამში ესეც მოხდება და გარდაუვლად მოხდება და ჩვენს ქვეყანაშიც ეს ხდება უკვე. ანუ ის რა მდგომარეობაც ახლა არის შექმნილი, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, აი იმ ნაც პრესსამსახურებში, ხო? მე ტელევიზიას ვერ უწოდებ იმათ. ზუსტად ეს მდგომარეობაა. ნახე, ტელევიზიები ამ პარტიებს ხო რაღაცა კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებათ. ისევე როგორც ის ამერიკის ხმა და ის რადიო თავისუფლება კონკრეტულ იმ deep state-ს დავარქმევთ თუ რასაც დავარქმევთ იმ კონკრეტულ მიმართულების, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ establishment-ს ამერიკაში, რომელიც ამას იყენებდა, რომელიც აფინანსებდა, რომელიც ამ მიმართულებას უსაზღვრავდა და პრაქტიკულად, ისეთზე არა, როგორც ახლა შეიძლება ნოტარიკონ გააკეთოს, მაგრამ რაღაც სერიოზულად თქვათ მიკერძოებულ მიმართულებას აძლევდა, რაც fake news-ად ფასდებოდა, ხო? მაგრამ ნახე, როგორ მომენტია, ყველა ვარიანტში ტელევიზია იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას სჭირდება თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ის რაც ხდება ბოლო
აი საპარლამენტო არჩევნებსაც ვერ ვიტყვი მთლად საპარლამენტო არჩევნებამდეც დაიწყო ეს შიზოფრენია ხო ანუ იმისათვის რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის ხო ბუნებრივი არავინ არ ემზადებოდა დაიწყო არჩევნებამდე სადღაც 1 წლით ადრე საყოველთაო ისტერია მედია სივრცეში იმისათვის რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე რევოლუციურ ფორმატში გადაეყვანათ პროცესები ხო ამიტომ ვერ ვიტყვი რომ არჩევნების შემდეგ დაიწყო ეს იგი მეთქი არჩევნების შემდეგ გაგრძელდა უბრალოდ ეს ყველაფერი და ნახე ეს მთელი დაფინანსება ამ ტელეკომპანიების მიდიოდა იმისათვის მხოლოდ იმისათვის რომ როგორმე რევოლუციური გარემო შეექმნა ამ ტელევიზიებს იმიტომ რომ ყველას კიდევ ამბობ არავის არ ქონდა იმის იმედი რომ ამ რევოლუციურ გარემოს ან მათი ფრაქციის წარმომადგენლები ან ოპოზიციური თქვათ რა პარტიის სხვადასხვა წარმომადგენელი შექმნიდა ქვეყანაში ეს უნდა შეექმნა მედია საშუალებებს და ის რომ დღეს არის აი ესეთი რთული ვითარება იმ თვალსაზრისით რომ იქ უცებ კეზერაშვილმა გამოაცხადა რომ მე აღარ მინდა ფორმულას დაფინანსება იქ უცებ აღმოჩნდა რომ მთავარ არხსაც ფინანსების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ხო არ ჩაუგმავდები ხა იქ ვინ ვის რა მოპარა ხა იქ ეს სხვა თემაა მაგრამ ის რომ ელემენტარულად დონორებს აღარ აქვთ სურვილი გარკვეულწილად დააფინანსონ ეს მედია საშუალებები ნიშნავს იმას რომ დიდი ბრძოლა დამთავრდა წააგეს მათ ფულის და ხარჯვა ასე ვთქვათ мотивация და ფულის ხარჯვა მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მანამ სანამ ხედავდნენ პერსპექტივას რომ ამ ქვეყანაში კიდე არის რაღაცა რევოლუციის მოხდენის რამე საშუალება გადატრიალების რამე საშუალება ხალხის ქუჩაში რაღაცნაირად მაინც მაბადეთ ამის ყოზე გამოყვანის და გამოთხრევის საშუალება ძალით უკვე იძულებით რაღაც აღარ კადრულობენ ხო პირდაპირ ტელერს აგინებენ იმის გამო რომ მათ გვერდზე ქუჩაში არ დგანა შესაბამისად თუნდაც და დღეს ის რომ მათ უკვე აი ეს ფინანსური პრობლემები შეექმნათ ნიშნავს იმას რომ პოლიტიკური პროცესი რომელსაც მთელი ქვეყანა ამდენი ხანია საუბრობს რომ როდის დამთავრდება ეს სიგიჟე ამ ქვეყანაში როდის გამოვალ სამსახურიდან და ვიღაცა 20 კაცის გამო არ აღმოჩნდები ყველაფერს დავიდავანებოთ საცობში იმის გამო რომ ვიღაცა არაადეკვატური 20 კაცი დარბის სადღაც ქუჩაში ხო როდის დამთავრდება ეს სიგიჟე? ნუ სხვა ყველაფერი აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ რაღაცა 20 კაცმა ვიღაცას პრობლემა შეუქმნას. ეს ყველაფერი უკვე მთავრდება და ამის პირდაპირი ლაკმუსის ქაღალდი არის სწორედ ის, რომ ტელევიზიები მთავრდება. ტელევიზიების დაფინანსების ინტერესი აღარ არსებობს. შენ ლაპარაკობ. მინდა აი აუცილებლად კაი რამე გაიხსენე შენ ინტერვიუ აღარ გვინახავს ხო ტელევიზიებში უკვე ამდენი ხანია. ინტერვიუ ერთია და ნახე წარმოიდგინე ჯერ ხო საერთოდ მოკლეს ისეთი ფორმატი, როგორიცაა აი განსხვავებული აზრის ადამიანის მიწვევა და მისი აზრის მოსმენა. ხო? საერთოდ მოკლეს. აი ამ ნაც ტელევიზიებში ეგეთი რამე ბუნებაში აღარ არსებობს, ხო? ეხლა მე როდესაც თქვა კიდევ ამბობ ხა იმ პერიოდში, ხო, იმ მართლა ავტოკრატიის პერიოდში რა ქვეყანაში ну ყველა შემთხვევაში ახლა მე საინფორმაციოც მიმყავდა, ток-შოუც მიმყავდა, ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენელი იჯდა ერთხარეს სააკაშვილი რომ გამოვიდოდა და ეთერში როდესაც 3 საათობით ყვებოდა რაღაც ისულელეებს, ხან გზასხნიდა, ხან რასხნიდა, ჩვენ ამას ყველაფერს საზოგადოებას ვაჩვენებდით. მე კი რა თქმა უნდა დებატებში განსხვავებული აზრის ადამიანები მოყვავდა და მიდიოდა დებატი, რომელიც ახლა ადამიანს აძლევდა იმის საშუალებას, რომ გაერკვია ვინ რას ფიქრობს, ხო? და რასაც დებატი ქვია. დაახლოებით 12 წელია მოკვდა ეს ყველაფერი. ვეღარ ნახავთ ვერცერთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს, რაც ტელევიზიებში ვერ ნახავ უბრალოდ, იმიტომ არ იწვევენ ახლა ძალიანაც რომ მოიკლა თავი ვერ მიხვალ. მაგრამ ნახე კიდე უარესი. თუ შემთხვევით აღმოჩნდა და რომელიმე მათი კლასტერის რესპონდენტი, რაიმე ოდნავ მაინც განსხვავებულ მე არ ვამბობ ხა ანტი რადიკალურს და პრო ხელისუფლებისაც არა ოდნავ რაღაცა ნარატივში არ დაეთანხმა იმ გამეფებულ მოსაზრებას რომელიც იმ კონკრეტულ კონტექსტში აქვს რედაქციას არ ვიცი იმას ალბათ ძლებიანად ჭამენ იქ ანუ პირდაპირ ეუბნებიან პირდაპირ უცხადებენ ომს ეთერში ეუბნებიან რომ შენ როგორ ბედავს საერთოდ ამის ლაპარაკს პირდაპირ კარნახობენ ჟურნალისტები და წამყვანები იმ მიმართულებას რომელიც უნდა თუ არ უნდა რესპონდენტმა მათიანმა რესპონდენტმა მათი კლასტერის წარმომადგენელმა უნდა გამოაცხადოს და იმას უნდა აყვეს საკუთარი აზრი არ არსებობს საკუთარი აზრი იმათ რესპონდენტებსაც კი არ აქვთ
ის აზრი საჭიროა ერთ და იგივე აზრი სხვადასხვა სიტყვებით და რედაქციით აგრესია და მე მაინც ცოტა განსხვავებულად ფიქრობ რომ პირიქით ძალიანაც უნდათ რომ განსხვავებული აზრი მიიწვიონ, იმიტომ რომ აი მაგ პოზიციიდან რაც თქვი რომ მხოლოდ ერთი სიმართლე არსებობს, ესე ვთქვათ, და ისინი არიან ამ სიმართლის მფლობელები, მე მოხდეს აი ამ რესპონდენტის გაწურვა. ეს პირიქით კარგი საშუალებაა. მაგრამ შეიძლება ვერ ახერხებენ. იგივე რადიო თავისუფლებაზე ვერ მოახერხეს და მაგიტომაც დაუწყეს მე იმ წამყვანს. ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ ეს არ არის შენი ფუნქცია. ეს უნდა შეაფასოს მსმენელმა. ანუ როგორ გაბედა რომ ფუნქცია რომ გაატარო ეს იმედის დამფუძნებელს მფლობელმა ყველა კითხვაზე ისეთი პასუხი გასცა, რომ აპატიეთ ამ სიტყვაზე ის არ აღმოჩნდა განადგურებული. მაგრამ ნახე ეხლა გადავდივარ ყველაფერი ახსნა და განმარტა. უფრო ფუნდამენტურ საკითხზე გადავდივარ, ადროს დაგვრჩა, იმიტომ რომ ჩვენ ერთის მხრივ აღწერეთ ინსტრუმენტები, რომლებიც აღმოჩნდა ცდარი, ეს არის რაღაცა ტყუილების გამოყენება და რაღაცა მედია სკანდალების ხელოვნურად შექმნა. მეორე ეს არის მედია აქტივიზმი, როცა შენ ხდები მხარე და მე ამას ფუთავ რომ არ ვიცი ჩემი პირადი მოსაზრება ან ასე შემდეგ. მეორე ნაწილი ეს არის დაფინანსება, იმიტომ რომ ეს ფული იდება რაღაცა კონკრეტული დღის წესრიგისთვის და ანჩერბაოთ მეთოდოლოგია. შენ შეიძლება იქ რადიო თავისუფლებაშიც ყოველს მიაჩნია, რომ ის თავისუფალი ჟურნალისტია, იქ არავინ არ ერევა, მე რა რომ უშველებელი სარედაქციო პოლიტიკა აქვს დაწერილი, ხო? ყველა ეთანხმება რომ ეს ყველაფერი სიკეთეს ხმარდება და თავისუფლები არიან, მაგრამ სადღაც ვინ როგორ იყენებს ამას ინსტრუმენტად, ნუ მაგდენი მე აღარ იცი. მე მაგის ანატომიას მინდა რომ მივადგე შემდეგ უკვე ეს რანაირად ხდება. ანუ თუ კი შენ ერთის მხრივ კი მე აი სიმართლეს ვლაპარაკობ და თავისუფალი ვარ, მაგრამ ამავე დროს შენ გეუბნებია რომ შენ უნდა გქონდეს კაფე ოპოზიცია და უნდა იყო აქტიური მოქალაქე. აი ამას როგორც კი აი ამ მოცემულობას დაამატებ იდეოლოგიურ დგენელს, ჯამში შენ იღებ კოქტეილს, რომელიც უკვე ზუსტად ისე მუშაობს, როგორც უნდა უცხო სახელმწიფოს. აი, რო აინტერესებს ხომ კი, მაგრამ მე თავისუფალი ვარ და სად არის აბა უცხო სახელმწიფოს გავლენა. აი, ეხლა გეტყვით სად არის. ამ შემთხვევაში მოხდა ძალიან საინტერესო რა. ის არსებობს რაღაცა იდეოლოგია, რომელიც ამ ნაციონალურ მოძრაობამ თავის დროზე შექმნა და შემდეგ უკვე როცა დამარცხდა არჩევნებში, ეს წაიღო ოპოზიციაში. ოპოზიციაში მან ამითი მოწამლა მთელი რაღაცა ეს თავისი რაღაც სატელიტები თუ განაყოფები და მოწამლა მათ შორის NGO-ები და მედია, იმიტომ რომ იქაც შევიდნენ ჩვეულებრივად, ხო? მათი წევრები დღეს, ანუ მთავარი პროკურორი გახდა მთავარი მედია მენეჯერი. აი ამ იდეოლოგიის გამტარი. ისინი დაბრუნდნენ რაღაცა NGO-ებში, ხო, რაღაც უამრავი ადამიანი დაარსეს ახალი NGO-ები. შესაბამისად, პოლიტიკა, რომელიც მათ შეიმუშავეს, იყო ძალიან მარტივი რა, როცა პოლარიზაცია 2024 წლის სიტყვად გამოცხადდა, როგორ მოხდა მისი განმარტება, როდესაც შენი რაღაცა პოზიცია ეფუძნება არა საკუთრივ გარკვეულ დგენელებს, არამედ მოწინააღმდეგის უარყოფას. როცა ეს არის ამოსავალი წერტილი, ეს არის დაუპირისპირდეს შენს მოწინააღმდეგეს. შესაბამისად, ამ ნაციონალური მოძრაობის მიერ, იმიტომ რომ მათ დაჭირდათ გარკვეული რაღაცა ავანტიურა და შემდეგ საკუთარი სახის შენარჩუნება და დანაშაულებები, რაც შენ თქვი, ამის გადაფარვა, მათ რეალური მტრისგან, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, შექმნეს მტრის ხატი, ანუ ის მრავალგზის მისი დემონიზაცია გააკეთეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის არის მეზობელი, გინდა არ გინდა გიწევს გვერდით ცხოვრება, გინდა გიწევს მასთან ვაჭრობა, ტურიზმი და ასე შემდეგ, ამის მიუხედავად მოხდა ამის დემონიზება და სიტყვა რუსული ეს პრაქტიკულად გაუტოლდა ანტიქრისტეს. ხო, ანუ ყველაფერი შეიძლება მიაწებოს. ეს არის რუსული პროპაგანდა, კრემლის აგენტი და ამითი მოხდა საპირისპირო აზრის ყველაფრის დემონიზება და გახსოვს მაშინდელი ოპოზიციის დროს, პირველ რიგში როგორც კი რაღაცა ოპოზიციური იწყება, ეს არის რუსეთის აგენტი და კრემლის აგენტი. ანუ ეს პროცესი გაგრძელდა ოპოზიციის დროსაც და ყველა იმ მაგალითის თუ კი ხელისუფლება რაღაცას ფრთხილად გააკეთებს არაორდინალურად რომ მათ არ მოწონს, იმ წუთშივე ხდებოდა და მაშინ მოინათლა კაცო ეს ხელისუფლება 2011-დანვე მოყოლებული მოინათლა რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, ეს არის კრემლის პროექტი და ეს არ შემწყდარა. და თანდათანობით, როდესაც აქ ხა 12 წლის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა გიწევს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2022 წელს ომის დროს საქართველოს პოზიცია, რომ საქართველოს იქნება ფრთხილად და არ შევა რისკებში, რამაც შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს პროცესები, რაც ჩვენ გავლილი გვაქვს. ანუ ესეც ჩაითვალა რუსულ პროპაგანდას და უთხრეს რომ აი ხო ხედავთ, ნახეთ ეს განცხადები, ეს ყველაფერი არის კრემლის, ეს არის რუსეთის და თანდათანობით ადამიანები, რომელსაც უთხრეს რომ შენ თავისუფალი ხარ, შენ მოვალე ხარ რომ აქტიური პოზიცია გქონდეს და აი ამ მოცემულობაში ხო ხედავთ რომ ეს ხელისუფლება რუსულია.
მათ გამოიწვიეს აი ამ ადამიანების ეს ბუნებრივად ისე რომ ხალხს მიაჩნია რომ ძალიან სწორად იქცევა, გააქტიურება და ჩვენ ვიღებთ შემდეგ აი ამ კოქტეილით დამზადებულ პროტესტს. ეს არის ჩემი აზრით მთელი ის ანატომია, რომელსაც დღეს ერთის მხრივ წლების განმავლობაში გვიწევდა ამაზე დაპირისპირება, თან რთულია თქვა რომ იმიტომ რომ იქ რეალური პრობლემაა ხო რუსეთი. ხო ვერ ითქვი რომ არა კაცო ეს სასისულელია. ყველა ესეთი პროპაგანდა დიდწილად სიმართლედანაც შედგება. და ჩვენ გვიწევდა ამასთან წინააღმდეგობა. უბრალოდ რაღაც მომენტში ხა დადგა დრო, როდესაც სოფლიო მიხვდა რომ ამას შენ ვეღარ შეცვლი რა. ანუ ამას უნდა რა რეცეპტი გაქვს მეორე სოფლიო ომის დროს უნდა წახვიდე აიღო ბერლინი, მოკვდება ჰიტლერი და შემდეგ გაიმარჯვებ და გაასამართლებ იმას. და აქ აღმოჩნდა რომ 3 წელია მიდის ომი და იგივენაირ სცენარს რუსეთს და პუტინს და მოსკოვს ვერ უკეთებ. შესაბამისად, გადადიხართ ცივი ომის პირობებში, როდესაც ორი შეურიგებელი ბანაკი არსებობდა იდეოლოგიურად, მაგრამ თანაარსებობდნენ ერთმანეთის გვერდზე. ეს არის ჩვენგან დამოუკიდებელი რეალობა, ხო? და დღეს ხდება ამ რეალობის აღიარება და ეს ადამიანები შენი აზრით, ანუ როგორ რეფლექსირებენ ამაზე, მიხვდებიან კი იმას, რომ ვინმე რამეს კი არ უღალატა, უბრალოდ ის რეალობა, რაც იყო დაფარული, ეს უბრალოდ გამოაშკარავდა. გეთახვევი. ძალიან ესეთი თოლი კითხვაა მიხვდებიან თუ არ მიხვდებიან რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ალბათ ოდესღაც მიხვდებიან მაგრამ მეორეა რამდენად ამას ყველაფერს ამ მიხვედრილს აღიარებენ აი მაგ თემას რუსეთს რო გამოვყვეთ და რუსეთის თემატიკას რო ყველაფერი პრორუსულია ესეც სწორედ იმ შემადგენლობის კონტექსტი იყო რომ როგორმე გააშაონ ხელისუფლება და როგორმე არ იმეთი დააზიანონ როდესაც ახლა მე მახსოვს ძალიან კარგად 2012 წელი როდესაც ხელისუფლება ქართული ოცნება ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში 2012 წლის ბოლო პერიოდი უფრო სწორად და 2013 წლის დასაწყისი როდესაც ყოველი მეორე ნაცი იყო ეს რაღაცას ყოფილი ჩინოსანი ან დეპუტატი ან თქვა უბრალოდ ესეთი ანალიტიკოსი ნაცი რომელიც ამტკიცებდა რომ არაფერი აი ახლა ეს ხელისუფლება ვერაფერს რო ვერ იზამს 1-2 წელიწადში მთელი მოსახლეობა დაინახავს რომ ამათგან არაფერი არ გამოვა და ისევ მოუნდებათ ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში იმიტომ რომ ნაცმოძრაობა იყო ეფექტური ნაცმოძრაობა იყო ასე თქვა საქმის გამკეთებელი და ესენი ყველაფერს ამას ვერ შეძლებენ. აი რა უნდა შეძლოს ახლა ქართულმა? კი 2019 წლამდე არსებობდა ეგეთი ტერმინი უნიათობა და მიდიოდა ბრძოლა უნიათობის მიდიოდა ყველაფერი სწორედ ამ კონტექსტში რომ ესენი არიან სუსტები, უნიათოები ვერაფერს ვერ შეძლებენ. გავიდა 4 წელიწადი და ქვეყანა არ დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ქართული ოცნება საკმაოდ ეკლექტურ რაღაც პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და ბევრი ასე ვთქვათ შიდა საკითხი დასალაგებელი იყო, პირველ 4 წელიწადში ეს ქვეყანა არათუ არ ჩამოიშალა. ძალიან ბევრი პროგრესული კონტექსტი ჩამოყალიბდა, ხო? ან ადამიანებმა ქვეყანაში ამოისუნთქეს ყველა ხვდებოდა რომ აღარ უნდა ეშინოდეს იმისა რომ რაღაცა საყოველთაო შიშის დამკვიდრების გამო ვიღაცა მიშვილს იარაღ ჩაუდევს მე $30000 მიგატაინე ასე შემდეგ. ანუ დაინახეს რომ ეს არ გამოვიდა. ანუ საზოგადოებაში არანაირად არ გაჩნდა იმის განწყობა რომ ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ ნაცები დავაბრუნოთ. შემდეგ ამის მერე დაიწყო უკვე საუბარი ცდელობა იყო იმისა რომ ეს ხელისუფლება გადააქციონ ასე თქვათ კორუმპირებულ ხელისუფლებად ან თავის საპირწონე ალტერნატივა რომ ჩვენ კორუფციასთან ბრძოლა დავიწყეთ ნაცებმა და ამან ყველაფერი კორუფციაში დააბრუნა. არც ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს ნარატივი ძალიან მალე მოკვდა, იმიტომ რომ ფაქტები ვერ დაიდო. აი მაშინ, როდესაც მიხვდა რომ ეს ხელისუფლება დანაშაულს არ ჩადის. სისტემური დანაშაული აქ არ არის გამეფებული, ხო? რაღაცა პოლიციელმა დააშავა ერთმა თუ ორმა პოლიციას პასუხი მოთხოვეს და რაც საჭირო იყო, როგორც საჭირო იყო, ისე ვთქვათ, აგო იმან პასუხი. ვა, არავინ არ გადაეფარა იმ ხელისუფლების პოლიციას, რომელმაც რაღაცა დააშავა იმისგან განსხვავებით, რასაც ისინი აკეთებდნენ თავის დროს. შესაბამისად, ნელ-ნელა მიხვდა, რომ არც კრიმინალი, არც კორუფცია, არც უნიათობა, არაფერი არ იქნება, არც ანტიევროპული ქმედებები, იმიტომ რომ იქ შემოვიდა ვიზა ლიბერალიზაცია, შემოვიდა სავაჭრო ურთიერთობები და ასე შემდეგ, ესენი არ გამოდგა. ამიტომ მასშტაბურად მე ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტიც უკვე პოლიტიკაშიც, როდესაც გადაერთო ნაცმოძრაობა და გადართო მთელი თავისი დონორი ორგანიზაციები საერთაშორისო ევროპარლამენტით დაწყებული, ყველა ის დაქირავებული და დაფინანსებული ჰონორარებით პარლამენტარები სწორედ ამ პრორუსულობის მიმართულებით. რომ ანუ ნაცების ყვირილი და ნაცების ძახილი, რომ ქართული ოცნება ეს არის ხალხო პრორუსული და არგუმენტები რო არა აქვს, მაგრამ მაინც პრორუსულია,
ამას ისინი ვერ შეძლებდნენ ვერანაირად რომ არა მთელი ის ევროპა და მთელი ის ამ შემთხვევაში ლიბერალური სახელმწიფო დეპარტამენტი რომელიც ამერიკიდან ამას ყველაფერს წყალსაც ხამდა ხო ცისქვილზე შესაძლოა რომელიც ასთავარი ეს ხამდა 2022 წლიდან რომელიც აღმოჩნდა მხარე ომის ეს თლად და რუსეთმა განაცხადა რომ მე უკრაინას კი არა მე დასავლეთს ვეომები იმიტომ რომ დაარღვეს ეს 2022-მდე ჯერ არ მივსულა ეს ყველაფერი 2022-მდე იყო როდესაც ანუ მიდის მცდელობა იმისა რომ ეს არის პრორუსული ნარატივის ხელისუფლება და დასავლეთში ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ასე ვთქვათ აიტაცეს ევროპაში ძირითადად და ბრიუსელში იმიტომ რომ და გარკვეულწილად ლიბერალურ ამერიკულ პოლიტიკაშიც იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო ადამიანი როდესაც ის 2012-ში ხელისუფლებაში მოვიდა არც მანამდე რომელიც ასე ვთქვათ გაიზარდა ამერიკულ ლიბერალურ სტანდარტზე აი ეს არ იყო ადამიანი რომელიც გამოკვებეს თქვა ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტში ან უშიშროების სამსახურებში გამოზარდეს ეს არ იყო NGO-ებიდან მოსული ადამიანი ანუ ეს თან ეს ადამიანი არ იყო ყველაფერს დავიდავანებოდ ფინანსურად ესეთი პრობლემების მქონე რომელიც ყიდვად შეიძლებოდა ხო ანუ უცებ აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი არის ძალიან მოუხერხებელი ვასალობისთვის მარტივად ვერ იყიდი რანაირად უნდა იყიდო ანუ შენი მენტალიტეტი და შენი ფსევდოლიბერალური მენტალური კონტექსტი არ აქვს რომ ესე პირდაპირ დაგემორჩილოს შესაბამისად ეს არის ადამიანი რომელიც არ არის რა პირდაპირ შენი ვასალი დამთავრდა ამიტომაც ჯობია ამას მოიყვანო ისე ვინც არის გავლენის აგენტი არ გამოვიდა ისე უნდა დააბრუნოს და მიშა არ უნდათ მაშა არანაირად არ უნდათ თავიდანვე იმიტომ რომ მიშა ყელში ქონდათ ყავდათ 2012-ში 2008 წლის ომის გამო 2008 წლიდან 2012 წლამდე სააკაშოს ერთი ვიზიტი არ ქონდა დასავლეთში ევროპაში არავინ არ ეპატიჟებოდა არავინ არ ელაპარაკებოდა მე პირადად საუბარში დევიდ კემერონმა მითხრა ეგეთი რამ რომ თქვენს ქვეყანაშიო ეს თუ არ ვცდები არის 2010 ან 11 წელი. თქვენს ქვეყანაშიო პროცესები იმის მიხედვით ვითარდება, როგორ აუწევს ტესტოსტერონი თქვენს პრეზიდენტს. რაზეა საუბარია? მე თქმა უნდა დავითახმე მაშინ გამეცინა, მაგრამ რეალურად ეხლა ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო იყო ზოგადად ქვეყნის ინტერესებზე და გამოვიდა. გარდა იმისა, ჩვენ წავაგეთ 28 წელს ომი, ჩვენ წავაგეთ რასთავარია საინფორმაციო ომი. რა თქმა უნდა, მან დიდი წვლილი იყო და ამას ვერავინ თვალს ვერ დახუჭავს, ეხლა რაც არ უნდა პოპულარული და არაპოპულარული იყოს, ეგ არის კომისიის დასვნა და იქ მარტივად წერია ეს ყველაფერი, რომ ეს მიუხედავად ფორმალურად იმ სამართლებრივი იურიდიული ნაწილისა, როგორც ეხლა გასაგებია უკრაინაშია ომი და რუსეთი შეიჭრა და აქაც ჩვენი ტერიტორიაა და რუსეთი შემოვიდა, შეფასებითი ნაწილი რაც არსებობს, რომ საქართველოს როგორ მოიქცა პრეზიდენტის როლი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ცხადია, რომ იქ ჩაიწერა, რომ ეს ესკალაციაში მაწვილი შეიტანა და ეს არ მოეწონა მაშინ და იყო ეს ყველაფერი კომისიაზე, პირველი კომისია 2008 წლის შემოდგომაზე რო იყო საპარლამენტო კომისია, ხო, პარლამენტში სააკაშვილი მოვიდა იმ კომისიაზე და თქვა მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, უნდა შევჭრილიყავი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ხო, იმიდიოდა დაბომბვა და არა, დაბომბვა არა. მე ვიცოდიო, რომ გარდაულად აპირებდნენ შემოსვლასო. არც დაბომბვა არ მიმდინარეობდა 6-დან 7-ის ღამეს. მე ვიცოდიო, შეშტაკებები იყო ოს აპალჩენცებს რო ეძახიან და ასე თქვა შუაში ეს რუსების სამშვიდობოები და სიმაღლეები და ხდებოდა გარკვეული ასე თქვა სროლა იყო 1 აგვისტოდან. მაგრამ ამ შემთხვევაში რასაც ქვია რომ შემოიჭრენ და მე სხვა გამოსავალი არ მქონდა, უნდა მეპასუხა რანაირადაც ეხლა აღღერებენ. ეს არის ბლეფი. ჩვეულებრივად და მანა თვითონ პირადად აღიარა არ ჭირდება ამას ტალავინი და არ ჭირდება ამას. ხო, ომის თემა მოკლედ გრძელია, მთავარი ის არის რომ საინფორმაციო ომში მაშინაც ვერ გამოჩნდა ეს ყველაფერი. ისე როგორც თქვა ქართულ ინტერესებს შეესაბამებოდა და აქედან გამომდინარე ამ კუთხითაც ყველაზე მეტი კიდე ამ ხელისუფლებას. თავარი არის ერთი რამ, რომ საუკუნეების განმავლობაში სადღაც 2 საუკუნეში, საუკუნე ნახევარში ერთხელ ხდება ისეთი რეალობა, როდესაც პატარა ქვეყნებს უჩნდებათ ისეთი შანსი რომ მათი ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ძირითადად პატარა ქვეყნების ბედი ხო ეგ არის, რომ დიდი ქვეყნები რასაც გადაწყვეტენ, აი იქ უნდა როგორმე აირჩიოს ცუდსა და უარეს შორის, ხო? არასოდეს არ არის კარგი არჩევანი. ცუდი და უარესი, აი რომელი უკეთესი არის. და ეხლა და სადაც აი საუკუნეში, საუკუნე ნახევარში, შეიძლება ცოტა უფრო მეტში. ჩნდება ისეთი რეალობა, როდესაც აი ეს დიდი გეოპოლიტიკური პროცესები ლაგდება ისე, როდესაც შეიძლება ძალიან დიდი სარგებელი მიიღოს პატარა ქვეყანამ, იმიტომ რომ ესე ლაგდება გეოპოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ აი ამ რეალობის წინაშე იდეაში, ეხლა როდესაც რა იქნება გვაქვს ამის შანსი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, რეალურად
თავარი აღიარება რაც ხდება ეს არის რომ თურმე აღმოჩნდა რომ ყველა ქვეყანას აქვს და ყოველთვის ესე იყო თავისი ეროვნული ინტერესი ჩვენ ეს ყველაფერი თურმე არ გვესმოდა რაღაცა მივაჩნდა რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცაზე ზემოქმედება ძალიან კარგად ლაგდება ეხლა ყველაფერი იმიტომ რომ ყველა ხვდება მადლობა გიორგი სტუმრობისთვის ჩვენი ეთერი დღეს დასრულებულია ეთერში დაბრუნდებით ხუთშაბათს გემშვიდობებით დროებით